მოგესალმებით, ისევ შევხვდით ჩვენ ლამას სამზარეულოში და დღეს ჩვენ მენიუშია სოკოს კრემსუპი. სოკოს კრემსუპის მომზადების ძალიან ბევრი ხერხი არსებობს, ვიცი, გამიგია, გამისინჯავს, მაგრამ დღეს რა თქმა უნდა მე დავიდეთ იმას, რასაც ვაკეთებ მე. გირდება ქამასოკო. რაოდენობა, რამდენარეობს, რამდენი ვინდობ გააკეთოთ. ქამასოკოს სანამ დავაფუძმაცეთ და აი ამ ტაფაზე დავყრით, 1-2 პიპიტანი და სუფთა გაფორმების მიზნით დავიტოვოთ ჩემთვის. ესეთი ორი პიპიტა. დანარჩენი პირდაპირ იჭრება. შეიძლება ტაფაზე. შეგიძლიათ ასაათო ჯერ გასკურა. სიმაღლით გაჭრის გარეშეც შეიძლება მიზიდო ძალიან ნამდვილად. პირდაპირ დაშალეთ ხელით ეს სოკო. აი ეს პირდაპირ დროს ამკარგავთ. ეხლა შევხვდეთ უკვე გასკურა. საშუალო ცეცხლზე. ამ სოკოს უკვე მოვასხავ, პირდაპირ მოვასხავ ზეითუნი, ვიდრე სოკო ვიცით რომ იშრობს. ახლა შეგვიძლია მოვაყაროთ მარი. მოვაყაროთ პილპილი, შავი. და დავიწყოთ ხახვის დაჭრა. ავსებთ წითელი ხახვი. ხახვი ძალიან მოხდება ამ კერძს, დამიჯერეთ. დაჭრას იდეალურად დამჭირდება. საერთოდ რაც ბლენდერდება, იმაზე დროს უნდა გავაკეთოთ, ჩემი რჩევა. საკმარისია. ეს ნახევარდამჭერი ხახვი. ეგრევე შეიძლება ჩააყაროთ. თავარია ჩვენი მასა, აი ეს რაც ახლა აქ მივიდეთ, არ დავწვათ. თავარია ეს. შესაძლოა ატრიალოთ, ხშირად. ეხლა უნდა გავხურდეს ეს ყველაფერი. მანამდე მე მინდა გავაკეთო სუხარი პურისგან, ვიღებ ძველ პურს. არ არის პრობლემა, რა პური არის, რა თქმა უნდა იყოს თეთრი. ძალიან უხდება სოკოს კრემსუპს პურის სუხარი. და მიკროტალ უმელში ორი როდესაც თქვენ დაინახავთ რომ სოკო და ხახვი ოდნავ მიიღებენ ფერს ახლა ტემპერატურული შოკის მერე ფერს შეიცვლის აუცილებლად ჩვენ პროდუქტი თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მცირე რაოდენობით თეთრი მშრალი ღვინო. ისე და ისე ნუ მივიყვანთ პროდუქტს დაწვამდე. დავუტოვოთ ცოცხალი გემო. პილპილი შავი, ზედმეტი აღქნება ძალიან ხდება. უკვე შეგვიძლია ცეცხლს აუზიოთ. და ვატრიალოთ პერიოდულად. გეტყვით რაც არის ეს არის ჩვეულებრივი 23%-იანი ნაღები. ვაკეთებთ, ანუ მე ვაკეთებ კრემსუპს ავსებად მარტო ნაღები. ნაღებს დავამატებთ იმის შემდეგ, რაც წარმოვადგებთ ამ თეთრ ღვინოს. უკვე დრო არის ჩავამატოთ ჩვენს მასას თეთრი ღვინო. ცოტა, ბევრი არის. ალბათ ესე ვიტყვი 2-3 სუფრის კოვზი მთელ ამ მასაზე. აქ უკვე ღვინო წამოდურდა და შეგვიძლია ჩავამატოთ ნაღები 23%-იანი. არ დაიშუროთ ნაღები, მესმის რომ ზვირია,
მაგრამ ამაზეა დამოკიდებული ბევრად ჩვენი კერძის გემი. სადღაც 200 გრამამდე წავა ალბათ ერთ თებში სულს. მოვუვიოთ. და დავასალოთ დუბლი. მე მომზადდა შორის სულხარი. ოკეი. რომელიც მოვუვიოთ ჩვენს სოკოს კრემსუპს. სულხარი დაელოდება. წამოვადუღოთ ჩვენი მასა, უკვე შექმნილი, რომელშიც გავიხსენოთ არის სოკო, წითელი ხახვი, თეთრი ღვინო და ნაყიდი. მარილი პირპილი დემონებით. როგორც კი მასა ოდნავ დაიწყო სრულის, შეგვიძლია უკვე დავბლენდეროთ ის. გადავიტანოთ ჩვენი დაკიდებული მასა საინში. შესაძლოა დაბლენდერებისას არ დაბლენდეროთ სულ ბოლომდე, აი ოდნავ სოკოს ფაქტურა რომ იგრძნობოდეს, მაინც დავტოვოთ ცოტა. ეხლა არ გამოჩნდება, მაგრამ ცოტა მაინც დავტოვოთ. და ეს უკვე დაბლენდერებული ჩვენი მასა შევაუბროთ უკან. პარმეზანი. ისევ და ისევ. ხელმისაწვდომი რომ გავხაროთ ჩვენი კერძი შეგვიძლია საერთოდ არ გამოვიყენოთ პარმეზანი, არ გამოვიყენოთ სხვა ყველი. ყველა ალბათ უცხოური ყვითელი ყველი წავა ამ შემთხვევაში. მე მაინც უპირატესობას ვანიჭებ პარმეზანს. ძალიან ცოტა დავხერხოთ წინასწარ. ეს ალბათ საკმარისია, სადაც 10 გრამია. ამ დროს ჩვენი მასა უკვე დუს. ასე შევთავაზოთ ჩვენი სოკოს კრემსუპი მზადად. აბა დაინახეთ, რა ცოტა ჯოჯდება ის მზადებას. აი ეს რა დიდი სოკოს ნაჭრები. ჩავავატოთ. დრო მართლა ცოტა ჭირდება. ცოტა ბიუჯეტიანი კერძი არის, მაგრამ ძალიან გემრიელია დამჭირდა. პარმეზანი მოვათავსოთ კრემსუპის ცენტრში. ეს ყველა გარნება ძალიან მოუხდება ჩვენ წონიანს. ჩვენი ორი წინასწარ გამზადებული სოკოს პილპილა მოვუწმოთ მეცე, პილპილი შავი ყოველთვის უხდება ამ კერძს. და ცოტა, ძალიან ცოტა ცოცხალი სუხარიდებით გაამშვენებს ჩვენს სოკოს წონიანს. კერძი არის გემრიელად მივიწვით და მომავალ შეხვედრას